გამარჯობა მეგობრებო, Grounded Pound Georgia დაბრუნდა არა მორიგი ეპიზოდით, არამედ ჩვენი პირველი ვლოგით და გასვლა ნამდვილად იქნება და რას ფიქრობ აბა, როგორი მოლოდინები არის შენგან? იმედი მაქვს, რომ ძალიან კარგი ქარდი შეგხვდება რა, თან პირველად არის კავკასიაში რომ გვიტარებენ ეგერ ივენტს და პირველი გასვლა არის მოკლედ ჩვენი არხის და გეგმა რა არის ხა რა? გააცანი ხალხს რა იქნება? გეგმა არის ესეთი, რომ დღეს არის 20 რიცხვი. ეხლა ახლახანს გათენდა, არის დილის 6 საათი, 7-ის რაღაცა. ხო, დაახლოებით სავსაათში მივფრინავთ და მოკლედ 20-ში, ნუ მარტო ის გეგმა არ არის, რომ მარტო ბრძოლები და ასე შემდეგ რა, ანუ უფრო ვლოგის ტიპის ვიდეო მინდა რომ იყოს და გვინდა რა. ხო რა, ყველაფერი მოკლედ, ყველანაირი რაღაც ინფორმაციებს მოგაწოდებ და საბოლოოდ დავაგვირგვინოთ მე ბაქოს ქარდით რა. ვიწყებთ მოკლედ და მე ჩართვები იქნება რა. გადასვლა უკვე აკიდა. ხო, ლადოს ვერ ხედავთ სამწუხაროდ. ლადოს ვანასწრებს მე. კი, რაღაც პირადი მიზეზების გამო ვერ ახერხებს მოკლედ ბაქოში წავოსვლას და მოკლედ ჩართვები იქნება რა. ბოლოში ხვიძან. აბა მოგრიალდით აეროპორტში. აბა მოკლედ ისეთი ნიუსი, სამწუხარო ნიუსი უნდა გითხრათ, რომ ჩემი ფრენა გადაიდო, ამჯერად მიფრინავს ბატონი ნიკოლოზი და მისი ულამაზესი შეყვარებული მარიამი. Grounded Pound-ის ერთ-ერთი წევრი. კაროჩე, რა მაინტერესებს ახლა მე, რადგან ჩვენ ვერ მოდიხარ შენ მაინტერესებს ეს ხო სამწუხაროდ სპეციალურად მიკეთია ცრემლებში. რა მაინტერესებს და რას ფიქრობ რანთრი ჰილის ჭუბს ეცვა. აი აქედან გვითხრა. მე მგონია რომ რანთრი თავის ძველ დიდებას დაიბრუნებს და მოიგებს. რანთრი? ჩემი პრედიქშენები ყოველთვის არაორდინალურია, მაგრამ როგორც ის ყოველთვის უსვავ, ასე რომ ეს კაცი არის ადამიანი, რომელიც აი უკნიდან რო ხმა ისმის ხოლმე პოდკასტებზე, ეგ კაცი არის რა. და ეს ამ კაცმა დასვა კამარი უსმანის მოგება. კი, სხვადასხვა ხალხი იძახდა რომ არა მუხლებიო ისეთ რეში აქვს. თან ისეთ უკვე მოწყურებულიაო ახალგაზრდა არისო ისა, მაგრამ მე ძველი ბუგიმენის და ნაიტმიერ, ნიჯერიენ ნაიტმიერის იმედი მქონდა და გამარჯვებაც. წამოიღო. კიდე ვინ თქვი? არ მახსოვს. მაგამდე პედიზეც ვიძახდი. პედიზე ერთაზე ვიყავით. და კიდე ვიღაცა მაგას. ხო, აი ხალხი ვინ იყო? ჯინსილვას მოგება. თან ზუსტად საბმიშენი თქვა. საბმიშენით მოგებს როგორც ილიამო. და მოკლედ ლეგენდა კაცი არის. შეიძლება ლადო ჩავანაცვლოთ აი ამ კაცით. მიხილავთ უახლოეს სიახლეს ვაპირებს, არ იქნება ჩვენი ანუ YouTube მარტო ესე რომ თქვათ UFC-ის სახით შემოფარგული, იქნება სხვადასხვა ცვლილებები, რასაც ნელ-ნელა თქვენც ნახავთ ჩვენთან ერთად. პრინციპში პირველი სახეზე არის პირველი ცვლილება და განვითარება. მივდივართ ფარგლებს გარეთ. სხვა შორის არის ჩემი პირველი ფრენა. ხო, ბატონი ნიკოლოზის პირველი ფრენა არის და პირდაპირ UFC-ა უნდა. ხო, რა მეტი ოცნება უნდა უსრულო. ნამდვილად, ჩემი ოცნებაც არის ნამდვილად, რომ UFC-ის ივენტზე აწუკვე, იცის როგორი ივენტზე მინდა, აი შემდგარ კაი ქარდი. ხო, კაი ქარდი კი არა, ილია და მე რაბა რომ ერთ იმაზე ჩხუბობდნენ, ორივე კამარს ვიცავს და სადღაც ვეგასში რომ მიფრინავ, აი ეგ ძალიან ხო, კიდე გეგმაში არის ის, რომ ეს ერთჯერადი არ იქნება რა, ანუ ჯერ ამერიკას ვერ ვახერხებთ ჩემო მეგობრებო, მაგრამ ვიზას ველოდებ. ხო რა, მაგრამ ანუ აბუ-დაბიში და ანუ მსგავს ადგილებს სადაც წასვლა შეგვეძლება, ყველგან ვაპირებთ რომ წავიდეთ რა, მარტო მე არ ვიქნები, ანუ ლადოც მთელი ჩვენი გუნდი მოკლედ. მთელი Grounded თემი. ხო, ანუ ვაპირებთ რა მოკლედ. ბატონო, შემდეგი ჩართვით უკვე, შემდეგში უკვე სამწუხაროდ მე ვეღარ დაგიბრუნე. შემდეგი მოკლედ იქნება კადრები, ლამაზი კადრებს შეეცდება ეს ადამიანი რომ გადაიღოს. ისი თანამედროვე დაიხმარება ამ ყველაფერში. მოკლედ დროებით და ბაქოში შევხვდებით. გავსხედით მოკლედ და რამოდენიმე წუთში გავიგაზებით უკვე ბაქოსკენ.
ცოტა ძალიან გვეშინია, მაგრამ არა უშავს. ძალიან მე არ მეშინია. თვითმფრინავში. უცნაური, იმიტომ ქართველი არავინ არ არის. არა, მაგრამ ძალიან ცოტა. აუ ერთი ორი გამცილებელია მარტო. ნიჩიბო არა უშავს. ქართულ. ჩამოვედით მოკლედ აეროპორტში ვართ და ასე იყო. ძალიან კარგად ვიმგზავრეთ ხოთაშორის ვიფრინეთ. ძალიან კაი იყო მომეწონა. ან თვითონ ემოციებმა გაასწორა პროსტა. ისე მალე ჩამოვფრინდით, რომ ვერც გავიგეთ. კი. მაგრამ შენიშნა მაქვს იმაზე რა ქვია. აქაუ ხალხს რეზიდენტებს. ერთი ანუ ძალიან ის არის რა ქვია. გადაგუჯეგეს და რაღაცა აქ ალბათ მოსული პონტი არის ეგ რომ აი რიქს არ გითმობენ ან რიქში თუ გახარო გადაგირავენ და რაღაცა მაგრამ მოკლედ მინუსი რა კიდე საჭმელმა არ გაასწორა და სასმელმა ჯერჯერობით და ნახოთ რა იქნება რა თავარი მაინც UFC იმენს ველოდებ მოვედით მოკლედ სასტუმროში და რავი რა ბაქოში თუ ჩამოხვალთ მე სხვათა შორის ძალიან კაი სასტუმრო გავაძრეთ შემთხვევით რა Golden Coast ჰოტელია რომელსაც ჯერჯერობით უწევ რა რეკომენდაციას სილამაზიდან გამომდინარე და ეხლა დანარჩენი მე ვნახოთ რა დაგათვალიერებინოთ მოკლედ ეხლა და თქვენ შეერფას გამოვედით მოკლედ ამათ ლუარში ვართ ბაქოსი და ერთი რაც უნდა ვთქვა რა არასდროს არ ყოფილი ვარ საქართველოს გარეთ როგორც უკვე ვთქვით რა მე და საბამ დასაწყისში ამ ვიდეოს ხო და ესეთი სუფთა ქალაქი აი საქართველოში არ გვაქვს აი ვერ ნახავ ვერც ერთ ბალახი და ხე გინდა თუ რაც გინდა მოუწესრიგებელი რო იყოს და ან ძირს რო ეგდოს რა რამე რა და ძალიან მაგარია ეგ. კიდე ერთი ის არის, რომ ძალიან ლამაზი არის, აი, მართლა მინი დუბაი არის, რასაც ქვია რა. ძალიან ლამაზი ქალაქი არის. არ მეგონა სიმართლეებით ეგრევე იქნებოდა და გამიკვირდა. ხო, კრისტალ ჰოლთან ჯერ არ მივსვართ, მაგის კადრებსაც განახეთ, ეხლა წინა ღამე არის ჯერჯერობით და ბრძოლებსაც რო შევეხოთ, მოკლედ პირისპირ დგომები შედგა. უბრალოდ ის არის, რომ გულში მატკივრის დასასწრები ბილეთით ვერ შეუძლი შესვლა რა. და ეგ არის ერთი მინუსი და მოკლედ პირისპირ დგომები შედგა, წონები ჩაბარებული არის და ველოდებით მოკლედ ხვალინდელ საღამოს რა. გამარჯობა მეგობრებო, კიდევ ერთხელ დადგა 21 რიცხვი, ივენთის დღე არის უკვე და ეხლა არის 6 საათი ზუსტად და მოკლედ გეგმა არის ესეთი, რომ დაახლოებით 1 საათით ადრე მივიდე, 8-ზე იწყება მოკლედ ივენთი, თავის ერლი პრელიმებით და მოკლედ გეგმა არის ეგეთი, რომ 1 საათით ადრე მაინც მივიდე, რომ გარეთაც გადავიღო ყველაფერი შიგნითაც და მოკლედ პირველივე ბრძოლიდან ადგილზე ვიყო ისეთ მომზადებული და ასე შემდეგ. ხო, ახლა მინდა რომ აი პოდკასტების დროს დანერგილ ტრადიციას არ უღალატო და განვიხილო მოკლედ ის ბრძოლები და რაღაც პატარა პრედიქშენებიც გავაკეთოთ რა. და მე ლაივში ვნახავთ რეაქციებს და ასე შემდეგ მოკლედ ყველაფერს რა. ხო, სანამ დავიწყებთ ბრძოლების განხილვას რაღაც პატარა ნიუსები დაგროვდა, ისეთი ბევრი არა, თუმცა მოკლედ ილიას ეხება. როგორც იცით, მოკლედ შაბათს, მომდევნო შაბათს ვიცავთ, უნდა მოვიპოვოთ Lightweight-ის კამარი და მოკლედ ილიას ჰქონდა ინტერვიუ ახლა და პირველი განცხადება ესეთი საგულისხმო და მნიშვნელოვანი იყო ის, რომ წონისკლებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რომ ესეთი ბედნიერი წონისკლებით ჯერ არ ყოფილა არასდროს, რა, ანუ ის
ფაუნდები და ის აი პატარა კილოგრამები, რაც ფეზერიდან ლაითამდე არის, ისიც ძალიან ბევრს ნიშნავს რა ზოგადად 3 კილო იქნება, 4 კილო იქნება, თუ რამდენიც არ უნდა იყოს, მებრძოლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად რა. და ახლა რადგანაც აი მაგ კილოგრამებით ნაკლების დაკლება უწევს ილიას, ასე ვთქვათ, ძალიან მაგარი არის და უფრო ძლიერიც იქნება და მოკლედ ასე შემდეგ რა. ეს იყო ერთი განცხადება და დაგვპირდა რომ მოკლედ სანახაობას ელოდეთ რა როგორც ყოველთვის და მეც ასე ვთქვათ წინასწარი prediction-ი რო გავაკეთო და ესე თუ ვივარაუდო კი ამაზე ვისაუბრებთ შაბათამდე ლადოსთან ერთად პოდკასტში თუმცა მაინც ესე წინასწარი მონახაზი და ჩემი ასე ვთქვათ აზრი მინდა ვთქვა რომ ჩალზი ძალიან საშიში მებრძოლი არის ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი მებრძოლი არის მაგწონით კატეგორიაში პორიესთან ერთად მაგრამ მგონია რომ ილია საერთოდ სხვაგან არის რა თუნდაც იქიდან ჩანს რომ ისეთი გოუთები გათიშა როგორც იყო მაქსი და უოლკი და ოლივეირასთან ვფიქრობ რომ აი როგორც მოუნდება ისე მოიგებს რა რაღაც გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა და ნუ კაი მერთმა დაგვიფაროს მაგრამ გაუთვალისწინებელი რაღაცებისგან აი head-kick-ის გატარება იქნება, რაღაც ხელის მოხვედრა იქნება თუ ასე შემდეგ. ნუ აი ეგეთი რაღაც თუ არ მოხდა, მე ვერ ვფიქრობ უბრალოდ ოლივეირა სად შეიძლება მოუგოს გამომდინარე იქიდან, რომ აი პირდაპირ სახეს უშვერს დარტყმებს ხოლმე რა და თან ეგრევე იტყობს. საკმაოდ გაცვეთილი არის უკვე და მოკლედ ეგრევე ვარდება რა. და მაგიტომ მგონია რომ ილიას ერთი მარცხენა ან მარჯვენა თუ მოხვდა მორჩენილია მან საქმე რა და დაბრუნებას უკვე აღარ აცდის ოლივეირას ნოკდაუნი იქნება თუ ნუ ყველაზე კარგ ვარიანტში ნოკდაუნი და შეიძლება საერთოდ პირდაპირ გათიშოს და მოკლედ ესე და მეორე განცხადება რაც გააკეთა ილიამ ისევ ისლამს ეხება ასე თქვა რომ თუ მახაჩევი მოიპოვებსო ქვესაშუალო ზონის კამარსო აუცილებლად ავალო ზევითო და მანდაც მივაკითხაო და რაღა დაგიმალოთ არც გამკვირვებია მსგავსი განცხადება ილიასგან და ისეც დარწმუნებული ვიყავი რომ აუცილებლად მაგას გააკეთებ და ილიას თავის დროზე ნათქვამი აქვს სანამ ერთი კამარიც ექნებოდა იქამდე აქვს ნათქვამი რომ 3 ზონის ჩემპიონი მინდა გავხდე და მინდა ვიყო პირველი ვინც ამას გააკეთებს და დარწმუნებული ვარ რომ ამას გააკეთებს ილია. მახაჩევის მოგებაში 80% დარწმუნებული ვარ და მგონია რომ ალბათ შედგება ეგ ბრძოლა. უბრალოდ მახაჩევზეც თქვა მოკლედ მისმა მწვრთნელმა რომ ორი ან სამი ბრძოლა აქვს დარჩენილი კარიერის დასრულებამდეო და იმედია ერთ-ერთს ილიას მოიაზრებენ მოკლედ ამ ბრძოლებში. ნუ სხვანაირად არც გამოვა რა. ხო, ახლა გადავიდეთ თვითონ ბრძოლებზე. რამოდენიმე ბრძოლა ავარჩიე, როგორც პრელიმიდან, ისე მეინიდან თითქმის ყველა რა. იმიტომ რომ მართლა ძალიან საინტერესო კარდი არის. ხო, სანამ კარდზე მივალთ, კიდე ერთი ჩემთვის უცნაური იყო ყოველ შემთხვევაში, უცნაური რა. ისეთი რა ხო ხვდებით დენა ვაიტს საერთოდ არ ველოდი თუ ბაქოში ჩამოვიდოდა იმიტომ რომ ზოგადად არ დადის რა ეგ კაცი რა ანუ ესე ივენთებზე მაგრამ აქ ამით ის ჩანს რომ კავკასიას უფრო სხვანაირად უყურებს ორგანიზაცია აქ ჩატარებული პირველი ივენთი როგორც ჩანს ძალიან ისეთი საინტერესო არის ორგანიზაციისთვის და ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა მარტო დენა ვაიტი არა რა მახაჩევიც აქ არის, ნუ კუთხეში უდგას ულამბეკოვს, მერაბი თავისთავად აქ არის, ნაზიმ სადიხოვის კუთხეში იქნება და ისედაც guest list-ში არის, guest fighter list-ში არის. მერაბი ბრიუს ბაფერი იქნება ენაუნსერი, ბრიუსიც არ დადის ხოლმე ეს ხშირად რა. ეს სხვადასხვა ქვეყნებში ენაუნსერად რაიმე მნიშვნელოვანი არ ხდება და ამიტომ ანუ აქედან ჩანს რომ კავკასიას მოკლედ უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ აწი და იმედია საქართველოშიც მალე ჩამოვა UFC ძალიან დიდი იმედი მაქვს. ხო, რაც შეეხება ახლა ბრძოლებს. მოდი ზევიდან გავყვები. ჰილი რანთრით დავიწყებ. ბენგერი ბრძოლა არის რა. პირდაპირ მნიშვნელობით არის ბენგერი ბრძოლა. ჯამალ ჰილი ორწაგებიანი სერიით, ხალილ რანთრი მოდის საჩემპიონო ბრძოლიდან. ორივე დამარცხებული ალექს პერეირასთან ორივე ბრუტალურად. ერთი რანთრი ცემა 4 რაუნდი და მე-4 რაუნდში ბოლოს ჩაკეცა პერეირამ. აი ეს ფლოუ სტეიტი რო გაიხსნა
და ჯამალხილი, რომელიც ერთ-ერთი, აი როგორ თქვა რა, აურა KO ჰქონდა პერეირას მაგ ჯგუფში რა. ჰერბს რო უთხრა რომ გაჩერდი 2 წუთი მივხედაო და იგივე რომ დაანოკაუტა. ხო, ეს ორი მებრძოლი ხვდებიან ერთმანეთს. მე პირადად სიმართლე გითხრათ, პირდაპირ მგონია რომ რანთრი მოიგებს ნოკაუტით მაგ ბრძოლას 5 რაუნდი. აი, არ ვიცი რა უნდა მოხდეს, რომ 5 რაუნდი გაგრძელდეს ეგ ბრძოლა, იმიტომ რომ ორივე ნოკაუტერი ტიპი არის. და ორივე ასე თუ ისე იტყობს დარტყმებს, უფრო ჰილი რა. ჰილი უფრო იტყობს, იმიტომ რომ პროჰასკამ ძალიან გაუცვთა ყბა რა. პროჰასკამ ძალიან ცემა. ბოლო ბრძოლაში მერაბის კარტი იყო მაშინ. როგორც გახსოვთ და მოკლედ მგონია რომ რანთრი მოიგებს, იმიტომ რომ სტრაიკინგის კუთხითაც უფრო დახვეწილად მიმაჩნია და ეგრეც არის რა. ჰილი ანუ შედის და ჩხუბობს, რასაც ქვია რა და რანთრი უფრო გაწონასწორებული, გაწონასწორებულს რას გულისხმობ, ანუ ტექნიკის კუთხით რა. ტექნიკურად უფრო დახვეწილი მებრძოლი არის სტრაიკინგში. ჰილთან შედარებით ვიძახი, რა თქმა უნდა, შედარებითია ყველაფერი. თან პერეირას საკმაოდ ისეთი ბრძოლა გაუმართა რა. დაანოკდაუნა, ფლეშ ნოკდაუნი ქონდა პერეირას, თუმცა ნოკდაუნად ითვლება რა, რომ გაარტყა და რომ ჩაკეცა უცბად პერეირა. ხო და 4 რაუნდი პერეირასთან გაძლო, ანუ დიდი საქმეა მართლა რა. მაგრამ ზოგადად რანთრი ეგეთი მებრძოლია ის, რომ არის სტაბილურობასთან აქვს პრობლემები. ხშირად არის, რომ ანუ შეიძლება ერთი ბრძოლა ძალიან მაგრად ჩაატაროს, გამოვიდეს მეორე ბრძოლაში და საერთოდ სხვა იყოს, ანუ შეიძლება ვერც იცნო რა. და აი თითქოს ხასიათის მებრძოლი არისო რა. და მაგიტომ ანუ ეგ არასტაბილურობა ვნახოთ რა, როგორ იქნება, როგორ გამოვა რა. ბევრ რამეზე არის დამოკიდებული და მოკლედ მაინც აი ესე ფურცელზე მე მაინც ფავორიტად მიმაჩნია რანთრი, თუმცა ბუკმეიკერების აი ხსანამ დავიწყებ ჩაწერას, ბუკმეიკერების ასე ვთქვათ კოეფიციენტები გადავამოწმე, ვინ როგორ იყო ფეივორიტი, ანდერდოგი და ასე შემდეგ და ამ ბრძოლაში საერთოდ ამ თანაფარდობა არის რა, ორივეს, ანუ არც ერთი ძალიან მცირე ფავორიტი არის ჰილი. ანუ ისეთი საერთოდ ფავორიტიც რო არის თქმა, ეგეთი ანუ ჩათვალეთ ერთნაირად არიან ამ მომენტში რა. ნუ სანამ ბრძოლა დაიწყება შეიძლება შეიცვალოს და მოკლედ მე მაინც რანთრის გამარჯვებას ვფიქრობ. ლადო არ ვიცი ასე, ლადოც მგონია რომ იტყოდა რანთრის გამარჯვებას, სიმართლე გითხრათ. ჰილი ძალიან მიყვარს რა, ესე საყურებლად მებრძოლი და ტიპიც ძალიან კაი ტიპი არის, თან მით უმეტეს არესპექტებს საქართველოს მაგრად. რანთრისაც შეეხება, რანთრიც ასე თუ ისე ახლობელია ჩვენი, იმიტომ რომ ჯონ ვუდი 20-24 საუკეთესო მწვრთნელი არის. მოკლედ რანთრიც სინდიკატში ვარჯიშობს და ასე ვთქვათ ორივე ისეთი მებრძოლი არის რა. საყვარელი ასე ვთქვათ და მაინც რანთრის გამარჯვებას ვფიქრობ, აუცილებლად ნოკაუტით. საბმიშენი ვერ წარმომიდგენია ამ ბრძოლაში და ვერ წარმომიდგენია გადაწყვეტილებაც. აი ალბათ ერთი თემა არის გადაწყვეტილებამდე რომ მივიდეს, აი ესეთი რომ აი მაგალითად პირველ 2 რაუნდში ჩადონ ყველაფერი მებრძოლებმა, ვერ გათიშონ ერთმანეთი და აი 3 რაუნდი დაღლილებმა კლინჩი იჩხუბონ და ასე შემდეგ, მაგრამ აი არ წარმომიდგენია მართლა რა, აი კლინჩი რომელიმე მებრძოლი რომ აი ესე აკონტროლებს და ქულებზე და რაღაცა არა. ორივე მებრძოლი არის ისეთი რომ გამოდის რომ გათიშოს და გაანადგუროს მეტოქე და ამიტომ მოკლედ გადაწყვეტილებას არ განვიხილავ, მარტო ნოკაუტს და რანთრის ნოკაუტს ვფიქრობ. ბაჰამონდესი ფიზიევი არის ძალიან საინტერესო ბრძოლა, ძალიან მართლა, იმიტომ რომ ფიზიევს არ უდგას კაი პერიოდი, წაგებების სერიაზე არის, გეიჯისთან წააგო ორჯერ და თან ცუდად წააგო ძალიან რა, აი უშანსოდ წააგო, რასაც ქვია. და ნუ მის პრობლემებზეც გადავალთ, რატო უნდა რისთვის აგებს ამ ბრძოლებს, მაგრამ მანამდე ბაჰამონდესზე მინდა 1-2 სიტყვა ვთქვა. ბაჰამონდესი არის ძალიან მაგარი პროსპექტი, ძალიან მაგარი ბიჭი არის. ბელა მუჰამედი უდგას კუთხეში, მასთან ერთად ვარჯიშობს და ასე შემდეგ. ჭიდაობის კუთხით, წმინდა ჭიდაობით, რომ გითხრათ, ძალიან დახვეწილი არის თქო არა, თუმცა ვითარდება რა. გრეპლინგი ძალიან კარგი აქვს და ჯიუ-ჯიტსუ აქვს კიდე ასევე ძალიან კარგი რა. ბოლო ბრძოლაში ტერნერთან ძალიან მაგრად გაუკეთა, არმბარი იყო თუ არ ვცდები თუ მახსოვს, ან
ან სამკუთხედი იყო, ან ანბარი. ხო, არ მახსოვს ზუსტად, თუმცა მოკლედ ძალიან მაგრად გავუკეთე submission-ი ქვევიდან. ანუ რას ნიშნავს ეგ, რომ გარდი აქვს ძალიან მაგარი. თუმცა მე არ მგონია, ამგონია კი არა არც იქნება ეგრე, რომ ფიზიევმა რაღაც წაქცევა იფიქროს ბაჰამონდესი და რაღაც არა, ფიზიევი აუცილებლად ფეხზე დადგება. და ფიზიევს ფეხზე თუ გაუჩერდება ბაჰამონდესი, მე მგონია, რომ პირველივე რაუნდში შეიძლება დაანოკაუტონ რა. იმიტომ რომ დარტყმებიც ხდება, იქ რო შეხვდა კლეინს თუ კლაინს როგორც ითქმება, მისი გვარი ლუდოვიტ კლაინს, იქ გამოჩნდა, რომ დარტყმებს ატარებს რა. და თან დარტყმებსაც იტყობს რა პირდაპირ მნიშვნელობით. ხო და ფეხზე თუ დარჩა ეგ ბრძოლა, ფიზიევი მგონია, რომ პირველ რაუნდში თუ არ გათიშავს, ალბათ სტრაიკინგში ისე მოუგებს, რომ შეიძლება გადაწყვეტილებით მიცენ მერე ფიზიევს, მით უმეტეს მის ქვეყანაში აზერბაიჯანში ტარდება ივენთი და მე მგონია, რომ ბაჰამონდესი მოიგებს პირდაპირ ვიძახი, ოღონდ მგონია იმ შემთხვევაში მოიგებს თუ აურევს რა. როგორც ჭიდაობას, ტეიქდაუნებს, ისევე სტრაიკინგი, ანუ სტრაიკინგი არ აქვს ცუდი, ბაჰამონდესი ეგ არის ფიქრობ. უბრალოდ ის თემა არის, რომ ფიზიევი ძალიან მაგარი პროფესიონალი არა მოკლედ რა, პროფესიონალი არის რაფაელ ფიზიევი სტრაიკინგში, მოაიტაის აი უმაგრესი მებრძოლი არის და მოკლედ ძალიან რთულია რომ მოუგო რა. თუმცა ფიზიევის მთავარი მინუსი არის კარდიო, რაც გამოჩნდა გეიჯისთან, არც გეიჯი არ არის სასწაული კარდიოთი გამორჩეული, ასე ვთქვათ, და არ არის ცნობილი გეიჯი, რომ რაღაც სასწაული კარდიო აქვს, მაგრამ პირველი რაუნდის კაცი არის მოკლედ ფიზიევი, ანუ ესე ჩამოყალიბდა ყოველ შემთხვევაში ამ ბოლო ბრძოლებში. პირველი რაუნდის შემდეგ ტიპი ისე იღლება, რომ ყველაფერი ხვდება საერთოდ. ან რასაც გინდა, იმას გაუკეთებ რა. და მაგიტომ ბაჰამონდეს თუ ჭკვიანურად მოიქცევა სწორი გეიმპლენით გამოვა, გეიმპლენი სწორი გეგმით გამოვა, მოდი ქართულად ვთქვათ, სწორი გეგმით თუ გამოვა, მე მგონია, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს რა. თუმცა შესაძლოა ფიზიევისთვის იყოს ეს ბოლო ბრძოლა თუ წააგებს და ასევე თან თავის ქვეყანაში ბრძოლობს და თავის ხალხის წინაშე და ის ცალკე არის კიდე რა, როგორც მამოტივირებელია, ისე წნეხის მომტანი არის შენთვის, იმიტომ რომ ასეთ წაგებების სერიაზე რო ხარ კარიერის დაუნფოლი გაქვს რა, ასე ვთქვათ და აუცილებლად მოსაგები გაქვს ბრძოლა, მით უმეტეს ესეთი პროსპექტის წინაშე როგორც არის ბაჰამონდესი, რომელიც მშიერი არის, უნომრო არის და ფიზიევი არის 1.11 თუ სწორად მახსოვს. და ფიზიევის მოგება, ასე ვთქვათ, მისთვის ეგრევე ტოპ 15-ში შემცვლელი არის და საერთოდ სხვა მნიშვნელობა აქვს მისთვის და მოკლედ ძალიან მაგარ ბრძოლას ველი. სიმართლე გითხრათ, ბაჰამონდესის მოგებას ვფიქრობ გადაწყვეტილებით და ნახოთ რა იქნება რა. შემდეგი ბრძოლა, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია და ალბათ ყველასი არის კურტის ბლეიცი, რიზვან კუნიევი. დაღესტნელი არის თუ არ ვცდები კუნიევი. და რატომ მიიქცია ახლა ჩემი ყურადღება? ძალიან ბევრისგან შემხვდა კომენტარი ამ ბრძოლაზე. ნუ MMA community-ს ვიძახი, ანუ საქართველოს მარტო არა რა. საქართველოშიც იყო რამოდენიმე გავრო წერდნენ, თუმცა კუნიევზე წერდნენ ეს რაღაცას ძალიან ბევრი, რომ აუცილებლად მოუგებსო ბლეიცო და რატომ არის ესეთი ანდერდოგიო. გეტყვით რატომაც არის ეგეთი ანდერდოგი? პაჩი მიქსის შემდეგ აღარ მჯერა PFL-დან მარტო კი არა, ნებისმიერი ორგანიზაციიდან მოსული მებრძოლის სანამ აქ რაიმე კარგ ტესტს არ გაივლის რა. კურტის ბლეიცი არის ტოპ დონის მძიმე წონოსანი, ძალიან გამოცდილი და ძალიან მაგარი მოჭიდავე. აი უმაგრესი მოჭიდავე, ტოპ დონის მოჭიდავე არის. ფეხზეც საკმაოდ კარგი არის ბლეიცი და ხო რა, როგორც თქვი რა, პაჩი მიქსის შემდეგ აი აღარც ერთი ორგანიზაციიდან მოსული ტიპის არ მჯერა, რომ რა ჰაიპიც არ უნდა კონდეს ტიპს, არ მჯერა სანამ აქ არ დაამტკიცებს UFC-ში, იმიტომ რომ დონეები არსებობს რა. პაჩი მიქსი იყო მებრძოლი, რომელზეც მართლა ვფიქრობდი, რომ აი ის მებრძოლი იყო, რომელიც ამოატრიალებდა სუპერმსუბუქწონაში ყველაფერს, თუმცა არ იყო ეგრე და საპირისპირო დამიმტკიცა თავად პაჩიმ და ამიტომ
აღარ მჯერა საერთოდ დებიუტანტების სანამ არ გაივლის აქ ტესტს, იმიტომ რომ შეიძლება იქ PFL-ი, მეორე ორგანიზაცია არის ახლა და შეიძლება PFL-ში ტიპი გამოვიდეს და რავი, ანუ CMON ერთმანეთ ახლა გუშინ იყო PFL-ის ივენთი და ძალიან ბევრი ბიჭი იყო, ძალიან მაგარი და main event-ი იყო, აღარ მახსოვს ზუსტად გვარი, მოკლედ დაღესტნელი მებრძოლი არის რა, რომელსაც ნოკაუტზე ქონდა და ეხლაც დაანოკაუტა ტიპი და აი ყველა წერს რომ ძალიან მაგარია და რაღაც. ანუ ტიპს რო შევხედე მეორესთვისაც ეჩხუბებოდა, აი ბრძოლას რო დავაკვირდი, ანუ საშინელება რა და აი ეგეთ ტიპს UFC-ში აი აქეთ მოუყომარებენ პირველივე რაუნდში დარწმუნებული ვარ რა. ხო და მოკლედ აი ეს სტერეოტიპი უკვე ჩემთვის დამსხვრეულია რომ რაღაც ჰაიპით რომ მოდის მებრძოლი თუნდაც PFL-დან და ყოფილი ბელატორიდან თუნდაც რომ მაგარი შეიძლება იყოს, არ არის ეგრე, ტესტი უნდა გაიაროს აუცილებლად. ხო და ამ ბრძოლაში შესაბამისად ვფიქრობ ბლეიცი მოიგებს რა. კურტის ბლეიცი არის ძალიან გამოცდილი მებრძოლი. UFC-ში აქ ჩატარებული უამრავი ბრძოლა და განუსთან ორჯერი თორსები ორჯერი ჩხუბა, ორივეჯერ წააგო, თუმცა გამოცდილება ეგეც ტომას პინალს მაგალითად პირველი ბრძოლა მოუგო, როგორც მოუგო, მაგრამ მეორეში კი გაითიშა, მაგრამ არ აქვს მაგას მნიშვნელობა რა, გამოცდილებაზე ვსაუბრობ, რომ ძალიან მაგარი არის და წლების განმავლობაში ყოველთვის ტოპ პოზიციებზე იყო მძიმე წონასწორებში. ხო, გადავიდეთ შემდეგზე და შემდეგი არის ოროლბაი მუსიაევი და აქაც იგივე სიტუაცია არის, დებიუტანტი ყავს ერთი და მიკტიპეკ ოროლბაი არის მებრძოლი, რომელმაც 3 ბრძოლა ჩაატარა UFC-ში და ოროლბაი ძალიან მომწონს რა, ძალიან მაგარი მებრძოლია, კი ბოლო ბრძოლა დათმა, თუმცა ძალიან მაგარი შეერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი არის რა, ანუ რას გულისხმობ, ყველგან კარგი არის. სტრაიკინგიც ნორმალური აქვს და კლინჩი კონტროლი, გრეპლინგი ყველაფერი კარგი აქვს რა და აქედან მუსიაევი არის მებრძოლი, რომელიც თორსები რიზინში იბრძოდა და გამანადგურებელი ტიპია რა, ნოკაუტზე აქვს. ძალიან წაგებებიც აქვს, თუმცა რასაც იგებს აუცილებლად ნოკაუტით რა, ანუ ძალიან მაგარი ტიპია, ძალიან მომწონს, ეგეც რაღაც პერიოდი ვაკვირდებოდი სხვა ორგანიზაციებშიც და მის ბრძოლები მაგ რანახი და ძალიან მაგარი მებრძოლია მართლა და აქაც ტესტის ამბავია რა, პირდაპირ ოროლბაი, ეხა ოროლბაი საერთოდ არ არის ისეთი მაღალ პოზიციაზე თუნდაც რო თქვა რომ პირდაპირ ოროლბაი რატო, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი ტესტი იქნება მუსიაევისთვის. ანდერდოგი არის მუსიაევი, ჩემი აზრით სწორადაც არის ანდერდოგი, თუმცა დიდად ანდერდოგი არ არის რა. მაგრამ მაინც ვფიქრობ, ოროლბაი მოიგებს ამ ბრძოლას წმინდად კონტროლის ხარჯზე. მგონია, რომ იმ ხელებს აი ესე ნაჯახივით რო იქნევს მოკლედ მუსიაევი, მაგ ხელებს გაუკონტროლებს, საერთოდ თვითონ მთლიანად გააკონტროლებს ტიპს როგორც მიწაზე, ისე მგონია რომ კლინჩს ხშირად გამოიყენებს და მოუგებს მოკლედ გადაწყვეტილებით. ნახოთ, მაგრამ აი ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა მგონია რაც შეიძლება იყოს main event-ზე. თუმცა აქ არის მეორე თემაც რა, რომ ოროლბაის ხშირად უყვარს აყოლა ჩეხაობაში. და მაგ ჩეხაობაში თუ აყვა თვითონაც აქვს გამთიშავი დარტყმა და შეიძლება ერთ-ერთი Fight of the Night-იც მივიღოთ ბაქოს კარტზე. და ნახოთ რა, ყველა შემთხვევაში მაინც უფრო ოროლბაის მოგებას განვიხილავ რა. და შემდეგი არის მერაბის მეგობარი, ასე ვთქვათ, ვის კუთხეშიც იდგება, ნაზიმ სადიხოვი, ტიაგო მოტა არის, თორსები ტიაგო მოტა არის. მოტა, მოკლედ მოტა სწორად მახსოვს, მოტას ეჩხუბება. ნაზიმ სადიხოვი არის ერთ-ერთი მაგარი პროსპექტი თავის წონაში, lightweight-ი არის და 10-ზე არის ნაზიმ სადიხოვი. რაც UFC-ში გადმოვიდა სულ ფინიშებით, იქებს ერთი ფრეკონდა, როგორც მახსოვს და ძალიან კარგი ბიჭია, ტექნიკურად სულ იხვეწება. ყველა ბრძოლიდან ბრძოლამდე ყოველთვის იხვეწება და ეტყობა, ასე ვთქვათ, მერაბის ხელი რა. ძალიან მაგარი მებრძოლი არის და სადიხოვის მოგებას განვიხილავ აუცილებლად, ანუ უბრალოდ ვირჩევ და გონია და მოკლედ ყველაფერი რა. სადიხოვი ძალიან მაგარი არის და მოტა უბრალოდ ანუ როგორი მებრძოლია, იცით? Gatekeeper-საც ვერ დაარქმევ რა, Gatekeeper-ზე ცოტა ქვევით არის უფრო რა.
მაინც მგონია რომ მოკლედ მოტა ის მებრძოლი არის რომელიც სადიხოს გააჩერებს და მგონია რომ 11 ერთზე გაუხდება ამ მებრძოლს. შემდეგი არის ულანბეკოვი, ახლა უკვე მახაჩევის კუთხეზე გადავედით და ულანბეკოვიც სადიხოვისნაირად არის ერთ-ერთი საინტერესო მებრძოლი და სხვათა შორის გამიკვირდა ეს ბრძოლა პრელიმინარი ქარტზე რო არის. იმიტომ რომ ნუ მაქსუმი დიდად ისეთი მებრძოლი არ არის, თუმცა ულანბეკოვი ძალიან ესე კარგი მებრძოლი არის, კარგი ბრძოლებს ატარებს ხოლმე საინტერესოს და ნუ გამიკვირდა, თუმცა ვერც სიტყვი რატომ არ არის ეს აუცილებლად, იმიტომ რომ მეინ ქარტზეც ისეთი ბრძოლებია, გაგიჭირდება რომ ამოაგდო რა, მაგრამ მოკლედ ულანბეკოვი დაღესტნელი მებრძოლი, მახაჩევი კუთხეში ეს გუნდი ავარჯიშებს მოკლედ და არის ძალიან კარგი მოჭიდავე. საბმიშენებიც ძალიან კარგად იცის, ნუ გასაკვირი არ არის, თუმცა ძირითადად უყვარს რომ იგებს გადაწყვეტილებებით და ეს ფაქტი არის აგულისხმო, იმიტომ რომ ძალიან მგონია რომ გადაწყვეტილებით მოუგებს მაქსუმს. და აი ყველაზე ბენგერით იხსნება პრელიმინარი ქარტი არის აბდელვაჰაბი უსმანი, კამარუ უსმანის ძმა, უკვე მძიმე წონაში. აი ამაზე საშინელი ჩხუბი რა შეიძლება დაერჩიათ, არ ვიცი, პრელიმინარის გასახსნელად, იმიტომ რომ ზოგადად ქარტი რო იხსნება, პრელიმინარი იქნება თუ მეინ ქარტი იქნება, უნდა იყოს ესეთი ჩხუბი, რომ ანუ მაყურებელი ჩაითრიოს რა. ანუ სულ ეხლა თუ რაღაც ფინიში არ იქნება, ისეთი ბრძოლა უნდა იყოს, რომ რაღაცა საინტერესო ხდებოდეს. საშინელება არის და საშინელებას ვეღლი პირდაპირ რო გითხრათ რა. აბდელვაჰაბს ბოლო ბრძოლა შეტენეს, რასაც ქვია. ის ბრძოლა რომ ნახე საშინელება იყო, მაშინაც პრელიმინარის გამხსნელი იყო და აი ჰევივეითები რა, ორი ჰევივეითი იდგა და ჰაიერში იქნება უბრალოდ ხელებს. არაფერი ერთმანეთისთვის არ გაუუწყიათ და აი ოლიმპიური მედალისტი და რაღაცა აბდელვაჰაბზე მიდის რა, ეგვიპტელზე საუბარი, რომ მაგარი არის და მოჭიდავე და ასე შემდეგ სისულელე რა. ეგ მებრძოლი არ ვიცი რატო ფუშავენ ესე. მაშინაც ისეთი ბრძოლა მიცეს რომ არ უნდა მიეცეთ, არც მეორესთვის ეხა დიდად ის არ იყო მისაცემი ბრძოლა, მაგრამ უფრო მაინც ანუ მეორე მებრძოლი იმსახურებდა რა და აქეთ არის კამარუ უსმანის ძმა, მუჰამედ უსმანი. უსმანზე რა შეიძლება ითქვას რა, სამწუხაროდ ძმას ვერ გავს დიდად. დიდად კი არა, საერთოდ ვერ გავს ჯერჯერობით. დიდად წარმატებისთვის არ მიუღწევია ჰევივეითში, თუმცა საკმაოდ ისეთი მებრძოლია, well-rounded მებრძოლი არის რა და მაინც მგონია რომ ნუ underdog-ი არის უსმანი და მგონია რომ უსმანმა შეიძლება მოუგოს აბდელვაჰაბს. იმიტომ რომ ძალიან ისეთი არის რა, აბდელვაჰაბის ბრძოლებს, რასაც უყურე, ნუ ერთს უყურე ლაივში წინას და საშინლად არ მომეწონა ეგ მებრძოლი, აი საშინლად არ მომეწონა და ნუ ახლაც საჯების ამბავი თუ არ იყო, მგონია რომ აუცილებლად მოუგებს უსმანი რა. და თან ისეთი მებრძოლიც არ არის რა, მუჰამედ უსმანი, რომ თქვა წინ არ მიდიოდეს და რაღაცა, ანუ წინ თუ წავადით დისკომფორტს თუ შეუქმნის და მოარტყამს და მithumetes ჰევივეითებში ეგრე არის და ზოგადად რაც პროცონა იცდება, ეგრე არის რომ ხელში დარტყმის ძალაც მეტია ლოგიკურად. და ყობა კიდე იგივენაირად რჩება, ხო? ანუ გამძლეობა ასე ვთქვათ დარტყმის. და მე მაინც მგონია რომ დარტყმის ძალა მაინც თავისას იზამს და მუჰამედ უსმანმა დიდი შანსია რომ დაანოკაუტოს აბდელვაჰაბი. ნუ საშინლად კი ვაჰეითებ ამ აბდელვაჰაბს, მაგრამ აი როგორი შეგრძნება მაქვს იცით, აი ვალდო კორტეს აკოსტას რო ფუშავენ ახლა თორცდები ვისთან ჩაუნიშნეს, მოკლედ აკოსტას ჩაუნიშნეს ვიღაც ტოპ 5-დან რომელიღაც მებრძოლთან ჩხუბი, უბრალოდ ზუსტად არ მახსოვს რა. და ძალიან გამეცინა რომ ნახე პირდაპირ, იმიტომ რომ მართლა აი სედანის კომენტატორების თქმის არ იყოს, მართლა თუ შეახვედრეს ბოლოს, აი ეგ იქნება ჯონ ჯონსს გულისხმობ, ეგ იქნება ძალიან გადაობა პირდაპირ რა. აი ძალიან გადაობა. მოკლედ ამის მოვურჩით ბაქოს ქარტს, 7-9 არის უკვე. წეღან არ სწორად თქვი 6 არის თქვი.
7 წუთები ყოფილა, ეხლა რომ დავხედე. და მოკლედ 7:30-ია ახლა და დაახლოებით ეს 9 საათში ვაპირებ რომ მივიდე, საკმაოდ ახლოს არის სხვათა შორის ჩემთან. და ნიუსებს რაც შეეხება კიდე ერთი რაზეც მინდოდა რა საუბარი, ნუ მე კიდე ლადოსთან ერთადაც ვილაპარაკებ, თუმცა ჩემი სათქმელი მაინც მინდა რომ თქვა ევლოებზე რა. ევლოები აარონ პიკო უკვე ოფიციალურად ჩაინიშნა, მანამდე ვინც არიცით, აარონ პიკო მოკლედ გადმოდის სხვა ორგანიზაციიდან, PFL-დან, მოკლედ ჩვენთან UFC-ში, ჩვენთან. და თავიდან იყო ესეთი სიტუაცია, რომ ჩაინიშნა მოკლედ ესე მithქმა მოთქმით, ოღონდ ოფიციალური რო არის ევლოებთან ბრძოლა და ყოველას ერთიანად გაგვიკვირდა რა, რომ რას აკეთებს ევლოები, ანუ ტიპი ისეთი ანუ კონტენდერია რა რეალურად, რომ კამარზე უნდა ეჩხუბა, ანუ კონტენდერს მე ხარ რამდენი დამსახურებული არ არის დამსახურებული მაგაზე მე ვილაპარაკო, თუმცა ესე რომ შეხედო, ანუ ხალხისთვის, ბევრისთვის კონტენდერი არის, ვინც უნდა ეჩხუბოს ვოლკს მოკლედ შემდეგ კამარზე. და ჩაინიშნა აარონ პიკოსთან უნომრო დებიუტანტთან ბრძოლა და მეთქი რას აკეთებს და თვითონაც მიხვდა სავარაუდოდ რომ რაღაც სისულელეს აკეთებდა და მალევე მოკლედ გააქრეს ეს ინფორმაცია ინტერნეტ სივრცედან რა, სივრციდან. გავიდა დრო ვოლკს ჯერ ოფიციალურად ჩანიშნული არ აქვს საჩემპიონო დაცვის ბრძოლა, თუმცა ნუ სავარაუდოდ იაირი იქნება. ნუ რა ლოგიკით მაგას ვერ ხვდები, თუმცა იაիր როდრიგესი არის დიდი შანსი რომ შეხვდეს ვოლკანოვსკის და მგონია რომ აქედან გამომდინარე ევლოევს უთხრეს რომ შენ ძმაო მიდიო რაღაცა მოიგეო კიდეო რა და მერე ვილაპარაკოთო კამარზეო რა და რეალურად რო შევხედოთ მოგებებით ანუ წაუგებელი მებრძოლია ყველას მოუგო ასე შემდეგ რო ჩახედო თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა არის ის რომ დამაჯერებლობა აკლია ევლოევს რა დამაჯერებლობას გულისხმობ მის მიერ ჩატარებული ბრძოლების მოგებასთან დაკავშირებით. რასაც იგებს ალჯამაინ სტერლინგთან რო იჩხუბა მისცეს ბრძოლა, ისეთი ბრძოლა, სადაც ბევრი იტყვის რომ ალჯომ მოიგო, მაგალითად მე ჩემი აზრით ალჯომ მოიგო და არ მგონია რომ ბოლო რაღაც 9 წუთი უნდა წყვეტდეს ბრძოლის ბედს, როცა მანამდე ალჯო ნუ არ დომინირებდა ძალიან ახლო ბრძოლა იყო და მაგიტო გადაწყვეტა სავარაუდოდ ზოგი მსაჯის და სამი მსაჯის აზრით მაგ ბრძოლის ბედი თუმცა ჩემი აზრით ალჯო იმსახურებდა უფრო მოგებას რა კიდევ იყო დიეგო ლოპესთან სადაც საბმიშენზე დაჭრილი ყავდა ლოპეს და რამის სული ამოაცალა ისე იმაშვებოდა რა ქვია ძლივს გაუძლო მოკლედ რა ფეხის ტკივილს ნიმბარზე ყავდა თუ არ ვცდები დაჭრილი როგორც მახსოვს და მოკლედ დებიუტანტი იყო თან დიეგო ლოპესი მაშინ პირდაპირ შეხვდა შორტნოტისზე ევლოევს და ძლივს მოუგო რა ანუ ჩემთვის ეგ ძლივს მოგება არის ანუ შეიძლება ტიპი წააქცია მე აკონტროლა და ესე ქულებით წაიღო მაგრამ ძლივს მოგება არის 3 და 4 ჯერ რაღაც სხვადასხვა საბმიშენზე რო გიჭერს ტიპი ხან ანბარზე ხან იმაზე ხან ამაზე ხან იმბარზე და მოკლედ ასე შემდეგ რა ჩემთვის ანუ ეგ მოგება დაითვლება იყო კიდევ ანუ ძალიან ბევრი ბრძოლა იყო ეგეთი რაც იყო ძალიან ახლო და რასაც ანუ თუნდაც მეორე ბრძოლასაც მიცემდი რა და რეალურად ახლა ფეზერის მდგომარეობას რო გადავხედოთ ვეტერანი ვოლკი უფრო სანახაობრივი და მომგებიანი ჩემპიონი არის UFC-სთვის ვიდრე სულ რო ევლოევმა მოიგოს თუმცა ვოლკს რო შეხვდეს აი ახლაც მგონია რომ ვოლკი გადაურბენს ევლოევს ისე მოუგებს რა თუმცა მაინც რა ევლოევზე რო ვილაპარაკოთ ტიპი მომგებიანიც არ არის რა ტიპი ანუ ტყავიდან ხტებიან მოკლედ მებრძოლები რომ რაღაცნაირად გაყიდონ თავიანთი რავი ბრძოლა იქნება ეს თუ ბრძოლამდე აი მაგალითად ყველაზე კარგი მაგალითი კაიო ბოჰალიოსაც ნუ ზუსტად ახლა იმასაც ვიტყვი ბარემ ნიუს რაც მაგ სათქმელი კაიო ბოჰალიო არის ყველაზე მაგარი მაგალითი მაგისთვის ბოლო ბრძოლა იჩხუბა და იმის მერე მოკლედ ტოპ კონტენდერი უნდა და ნასურდინ იმავოს ვინს უჭამდა სოციალურ ქსელში და ნუ იმავოვი ხან ნივიჟუს ურტყავდა ჟარგონი რო ვთქვათ და მოკლედ არ იმჩნევდა რა მე რაღაც პასუხებს ვცემ და ასე შემდეგ ანუ ბრძოლის ჩატარება არ უნდოდა მოკლედ ბოჰალიოსთან ბოლოს აგერ აი ახლა რამოდენიმე დღის წინ დადო იმავმა ტვიტი რომ X-ზე
რომ მოკლედო ძალიან ისეთ სიტყვებით მოიხსენია ბოჰალიო და ბოლოს მოდი ვიჩხუბოთ ბიჭო ვიჩხუბოთ ივენა რა და ბოჰალიომაც მე პასუხი არ დააყოვრა ძლივს ვაღარ იმალებიო და დავაიო რა მოკლედო დაუცხოთო და ეს არის რა ანუ განცხადებები შვება ყველაფერს რა ეულოების მე აი sharp რასაც ქვია რა ანუ sharp განცხადება მე არ მახსენდება საერთოდ და მე იგივე ილიას მოუგებს და ილიას რატო ილია გაიქცა და რაღაც სისულელეები რა ანუ ეგეთი ხალხს ვინც მაგას იძახის აი მგონია რომ თავში აი ესე გრამიტონი არა აქვს რა ხო და მოკლედ ნიუსების ნაწილით ესე მიილია და წასვლის დროც მოდის უკვე ძალიან ბევრ კადრებს მოგაწვდით UFC-ს შინ UFC-ს ივენთიდან ასე ვთქვათ და მოკლედ ვნახოთ რა როგორ ივენთი იქნება რა პირველი experience პირველი გამოცდილება არის ჩემთვის და ერთ-ერთი ოცნება არის რაც ავიხდინე ცხოვრებაში UFC-ს ღონისძიებაზე დასწრება და მოკლედ იმედი მაქვს გამიმართლებს ყველანაირ მომდინებს და თქვენც მოკლედ ყველანაირად ვეცდები რომ აი თითქოს ლაივში ხართ და ისე მოგაწოდოთ კადრები რა და ყველაფერი ემოციები და ასე შემდეგ. მოკლედ დარჩით, დაელოდეთ და ძალიან იდეაში მთავარი ახლა იწყება რა. ივენთი და ყველაფერი მის გარშემო მოკლედ რა. ბაქოს რაც შეეხება ბაქო ძალიან ლამაზი არის. მაგაზე კიდე აი საქართველოში რომ დაუბრუნდები, მე უფრო მეც ვლაპარაკებ ვიდეოს ბოლოს რა. რამდენად მაგარი ქალაქი აღმოჩნდა ბაქო და ზოგადად ხალხზე პრეტენზია რომ მქონდა აეროპორტში რომ ჩამოვედით აი იქ პრეტენზია რომ მქონდა აღმოჩნდა რომ ერთეულები ყოფილან და პირიქით საერთოდ სხვა ხალხი არიან ეს რა შეხებაც მქონდა მოკლედ რა დროებით და წავედით UFC-ს იმედით მოვედით და ველოდებით დაწყება ჯერ 800 კლია რაღაცა წუთები და მოკლედ გარეთ ბევრი ვერ გადავიღე ისეთი იმიტომ რომ საშინელი ამინდი არის რა ქარია საშინელი მაგრამ რაღაცები გადავიღე და მაგასაც განახებ და შიგნით ძალიან მაგრა დასწორებს აი ვისაც MMA მაგრად გიყვართ აი ერთხელ უეჭველი უნდა დაესწროთ UFC-ს ივენთს რა მართლა სასწაულია ოქტაგონსაც ეხ სანამ დაიწყება ცოტა ისეთ სიცარიელე არის და რაღაცა რა დიდად არ კონტროლდება და თუ შეუძლი ახლოსაც გაგიძრობთ ოქტაგონს მოკლედ გამხსნელზე როგორც ვილაპარაკე რა იყო ძალიან მოსაწყენი ჩხუბი აი გამოდის მაქსუმი ძალიან მოსაწყენი ჩხუბი იყო მაგრამ უსმანიც როგორც თქვი მოიგო ჯიგარმა ეხა გამოდის აი მაქსუმი აზამატი მე მგონი და მახაჩევი გამოყვება ამის შემდგომ კუთხეში ულამბეკოვს ძალიან მაგრად ასწორებს აი ძალიან ის პირველი ჩხუბი არ ვარგოდა მაგრამ ეს იქნება ალბათ ტოპი რა ველოდებით კადრები იქნება 27 for the winner by unanimous decision Chucky
რა სიტყვი როგორ მოგწონს? აუ არ ვიცი როგორ. ძალიან მოგწონს. მოკლედ რა მარიამი დიდად მაყურებელი არ არის MMA-ის, მაგრამ მაინც ანუ მოკლედ უყვარს რა ესე. ანუ ყოველივენც არ უყვებს და მარიამაც აღნიშნა, ეხ სად მივდივარ ნახეთ. მარიამაც აღნიშნა, რომ ულანბეკოვი არ არის დღეს გამარჯვებული. შეტენეს რა მოგება, ჩემი აზრით. ლაივ ემოციები ეხა რაც მქონდა, აი ეხა მორჩა 2-3 წუთია სადღაც რა ბრძოლა და აფორთხიალეს რასაც ქვია და მოკლედ ძალიან ტეხავს რა ეს ხაბიბის ფეიმი რო და ლეგასი რო ყველას მიყვება რა. ნახოთ რა იქნება ეხა ქალბატონები გამოდიან. ძალიან გადაობა არის ქალების ჭუბი იწყება და აი ხო ვიდეოს ჩავსვავ რა სანამ ეს ჩემი ის იქნება. ქალების ჭუბი იწყება და ხვაფში ყველა წავიდა. აგე მიდის ხალხი. დროებით მიდიან. აი ვიცი რა. ყველა წავიდა ვაფშე. მაგრამ ჩვენ როგორც MMA-ის მოყვარული ხალხი შევით საყურებლად. იმიტომ რომ ბევრი ქალების ჭუბი ყოფილა სანახაური. ბევრი არა, მაგრამ ყოფილა რა. დავჩეთ და ვუყუროთ რა იცი რა ხდება. აი სოლიდარობას უცხადებს. მოკლედ ძალიან სტრანი რაღაც მოხდა რა. სტრანი არა, უცნაური რაღაც. უცნაურიც არა. შეცდომა უაო რა. ნაურდიევი პარკის ჭუბში. მოკლედ ხელი ედო მიწაზე და მუხლი ამოვარტყა, მიაფინიშა. თვალი აღარ აქტივს, მაგრამ პარკი არის იმენა მებრძოლი, რასაც ქვია და ტიპი აგრძელებს ჭუბს მაინც. უბრალოდ რავი, ექიმი რას გადაწყვეტს ეგეც არის რა. მე მგონი ექიმი შემოყავთ, რომ ზუსტად არ ვიცი. ჰერბდინს ელაპარაკება ეხა მსაჯი. პოსაც კი თუ როგორც არის. აუ ნახოთ აბა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. 4 წუთია გასული. კი, ქულა აკლდება, მოკლედ ნაურდიევს. ისე მძიმე ნოკდაუნი კი ქონდა პარკს. 2 ქულა დააკლო? ნახოთ, ანუ მოკლედ აწი ფინიში უნდა ნაურდიოს და აქედან თუ დააფინიშა პარკი სავა. მოკლედ ეხა ვიყავი გასული რაღაც სნექის საყიდად რაღაცა სასმელი რამე რომე და
ტიპებმა იმენა გადმოგვირიცხეო რაღაცა ეგეთი გამიძრეს მეთქი რა გადმოგირიცხოთ მეთქი ტერმინალი არ უდგათ მოკლედ რა და მაგარი გამიკვირდა UFC-ს event-ზე რომ ტერმინალი არ გედგება და ტიპებს ეუბნები რომ გადმოგვირიცხე ჯიგარო მაგარი ტეხავს ფოტეხავს -1 ქულა კი -1 მაგრამ ჩხუბი ასწორებს რა რომ ქალების არა ეხლა იწყება ბენგერები კომეინი ფიზიევი ბაჰამონდესი Introducing first. მოკლედ წეგან არ ჩამიწერია ვიდეო და ბარე ვიტყვი რომ პლეიცისკენ ვიყავი როგორც თქვი და პლეიცმა ძლივს მოიგო მაგრამ მოიგო რა კიდე კაი მოუგო იმ რუსს და ახლა ბაჰამონდესი ფიზიევი Khalil John Wood Spend some money. They stopped me in the airport, had too many binges on me. They don't want you to live. They don't want you to bow. Smile in your face, yeah. Then they pray for you to fall. Hey, young, stay focused. But I really want to crash. Think about where you went. Then think about your past. მოკლედ მოვიდა main event-ის დროც და ფიზიევმა მოიგო სასწაულა და აი ატმოსფერო იყო აი ცალკე კიდე სასწაული რა ისეთი რაღაც ხდებოდა აქ ფიზიევის მოგებაზე და თვითონ ბრძოლის დროსაც რო რავი თან ბრძოლამაც შეუწყო ხელი აი მართლა fight of the night იყო რა და ახლა ჯამალ ჰილი ხალი რანტრი ორივე გამოვიდნენ გამოსვლის კადრსაც განახებ ნუ აქამდე იქნება ყოველ შემთხვევაში და აქამდე ჩავსო და მოკლედ ბენგერით უნდა დაიხუროს ევანდელი ბაქოს კარდი და აი ველოდებით
გამარჯობა კიდევ ერთხელ მეგობრებო. ვლოგის დასასრულს მივუახლოვდით. 27 რიცხვი თენდება, ახლა დილის 5 საათი არის და ახლა დავამთავრე ვლოგის მონტაჟი მოკლედ და რო შევაფასოთ ბაქოს ვოიაჟი, ასე ვთქვათ, საკმაოდ კარგი იყო, ქალაქი ძალიან მომეწონა, საკმაოდ სუფთა და მაგარი ქალაქი არის, მოდერნისტული ქალაქი არის და მოკლედ პირველი გასვლა რაც მქონდა რა ქვეყნიდან და რაც ბაქო ძალიან მომეწონა მოკლედ ამის ფონზე რა ანუ არ წარმომედგინა სიმართლე ვკითხეთ ბაქო ესეთი ლამაზი თუ იქნებოდა რა ქართს რაც შეეხება ქართში მართლა მაგრად გაგვიმართლა კი იყო ბევრი გადაწყვეტილებით მოგება თუმცა სანახაობრივი ჩხუბები იყო როგორც ქალების ისევე კაცების და მოკლედ პირველი გამოცდილებისთვის მართლა ძალიან მაგარი იყო და ვიდეოშიც ვიძახი ახლაც გეტყვით რომ ოდნავ მაინც ვინცაც გაინტერესებთ MMA და ვისაც ოდნავ მაინც გიყვართ აუცილებლად აი რაღაც თანხა უნდა გადადოთ და აი ეგ გამოცდილება მიიღოთ და UFC events დაესწროთ იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი გამოცდილება არის მართლა საინტერესო იყო და მთავარია კარგი კარტი შეგხვდეთ უბრალოდ რა. იმიტომ რომ ბევრი არის ესეთი კარტი, რომ შეიძლება უინტერესო გამოდგეს საბოლოო ჯამში. რაც შეეხება მოკლედ ვლოგს მივედით დასასრულისკენ, იმედი მაქვს რომ ისე ამოვნეთ. პირველი ვლოგი იყო, რაც გადამიღია საერთოდ, ეს კადრები იქნება თუ ვლოგის სტილის ვიდეო იქნება, პირველად გადავიღე საერთოდ ცხოვრებაში და იმედი მაქვს კარგი გამოვიდა და აუცილებლად უფრო და უფრო დაიხვეწება. რამდენიმეჯერ ვახსენეთ ვიდეოშიც რომ ეს ერთჯერადი არ იქნება ხშირად ასეთი გასვლები და description-ში გვიწერია არხის რომ ყოველი ვიდეო იქნება მომდევნო წინაზე უკეთესი. იმედი გვაქვს რომ დაიგრეც იქნება რომ ყოველთვის განვითარებაზე ვიმუშავებთ და ყოველთვის საინტერესო სიახლეებს შემოგთავაზებთ. რაც შეეხება MMA-ს რო დავუბრუნდეთ პარასკევი თენდება ახლა და შაბათს აი ეს კაცი მოიპოვებს სუბუქი წონის კამარს და ველოდებით მოკლედ კიდევ ერთი მაგარი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ ქართველებმა და იმედი გვაქვს რომ და იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ ამაში რომ პირველი ორი წონის ჩემპიონი ქართველი გვეყოლება სულ მალე სულ რაღაც ერთ დღეში დაგემშვიდობებით ახლა მეგობრებო ეს ვლოგი დაიდება შაბათს პოდკასტი არ გამოგრჩეთ პოდკასტიც აუცილებლად დაიდება და მოკლედ ესეთი დახუნძურული კვირა გამოგვივიდა ვიდეოებით და მომავალ შეხვედრამდე